გაუგებრობა უკვე იწყება მაშინ, როდესაც ეს სიყვარული უკვე ეხება ჩვენ ერთმანეთში სიყვარულს ლაპარაკი არის. გაუგებრობა იწყება იმიტომ, რომ ჩვენ განსაკუთრებით თანამედროვე სამყაროში სიყვარულს ყველა ფორმას ეძახის, ყველაფერს სიყვარულს ეძახის, ყველა გამოვლენებას, ყველა ემოციას, ყველა რაღაცა აფეთქებას ემოციურს სიყვარულს ეძახის და ყველა ქმედება სიყვარულს მიმართული არის. მაგრამ იმ სამყაროს თავი დავანებოთ. აი ვინც ქრისტიანები ვართ, გონია თავი ქრისტიანები ვართ, ვინც ვართ ეკლესიაში, ზოგადად ეკლესიაში ვინც დავდივართ. არ ეხება მარტო ამ ეკლესიას, ფიზიკურ ეკლესიას, არამედ ზოგადად ქრისტეს სხეულის ლაპარაკობს საქართველოში. რაც არის. ხო? სიყვარულში ვიბნევით, იმიტომ არ აქვს ეს სიყვარული. სიტყვებით ვიძახით, რომ გვიყვარხართ და მერთით გვიყვარს და მოყვასის გვიყვარს. ამ თეორიაში ვიძახით მაინც, მაგრამ საქმეში რა არის სიყვარული, მანდ-მაინც უცნობი არის. გვეუბნება, რომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი ღმერთი, კი ბატონო, და ღმერთიც გვიყვარდეს, მაგრამ ეს რაღაც თეორიები არის, მაგრამ საქმეში როგორ უნდა გამოისახოს, საქმეში როგორ უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი ეს კითხვის ნიშანია ხოლმე საკუთარ ჩვენ ცხოვრებაში ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ ხომ ცხოვრობთ ისე, როგორც გვაწყობს ჩვენ ხომ მოქმედებთ და ესე თქვათ ლაპარაკობთ, საუბრობთ, ფიქრობთ, მოქმედებთ და ესე თქვათ სხვა ადამიანებთან მიმართებაში მხოლოდ და მხოლოდ ესე თქვათ საკუთარ ინტერესებიდან გამომდინარე. ჯერ თავ და მერე სხვაო. ნუ პრინციპი ესეთი არის მარტივი ესე თქვათ, ხო? ქრისტიანებმა საუბარი რა თქმა უნდა. და სიყვარულის გამომდინარეობს ხოლმე ჩვენი სიყვარულიც და ჩვენი სიყვარულის აგებულია პროექცია ამ სიყვარულის აგებულია ასე, რომ თუ მე უყვარვარ, თუ მე პატივს სცემს ვიღაცა, თუ ჩემდამი კეთილგანწყობილია ვიღაცა, ესე იგი მეც მის მიმართ კეთილგანწყობილი ვარ და ესე იგი, ნუ შეიძლება შევიწუხო თავი იმ ადამიანის მიმართ, შეიძლება ისიც თუ ჩავთვალე საჭიროდ ესე ვთქვა, თუ მჭირდება რამეში კიდე მithumedes, ხო? შეიძლება შევიწუხო თავი რაღაცაში, რომ რაღაცა მისთვის გავაკეთო. მაგრამ ტრისას თუ ვიღაცა ჩვენს გვიყურებს ნეგატიურად რაღაცა ისე ალმაცერად და არ მევასწრებ ბოლომდე საერთოდ რა ისე რა. იმის სიყვარული როგორ შეიძლება რა? ხომ მტერია ჩემი ახლა ასე ლაპარაკია რა. ანუ ძალიან კომფორტულად გადავწყვიტეთ, რაც სამყაროში არსებობს ეს კაცობრიო ის დაცემული ის ბუნება, ძალიან კომფორტულად გადავწყვეტილი გვაქვს ჩვენი ისე ვთქვათ ადგილი დედამიწის ზურგზე, საზოგადოებაში და სამეგობრო წრე იქნება თუ რაც. ყველაფერი ძალიან პირობითია, სამეგობრო წრესაც რომ ვამო, იქაც ძალიან იშვიათია ხოლმე ჭეშმარიტი მეგობრობა. იშვიათია ჭეშმარიტი სიყვარული, მეგობრობა სიყვარულის გამოვლენა არის, ხო? იმიტომ რომ ის მეგობრობა თუ საერთო ინტერესებია, საერთო რაღაც საქმე არის, ეს არაფერი არ არის. თუ კარგად ქეიფობენ, ეს არაფერი არ არის, თქვა და აფხოცავენ ერთმანეთს. ეს არაფერი არ არის. ბაბარა არის, მაშინ ის კითხვა. იმიტომ თქვი თავში თავიდანვე რომ გაუგებრობაა ხოლმე, რა არის ეს სიყვარული ხოლმე რა? სოფლობს სიყვარულზე ალაპარაკობ უკვე და სხვა სიყვარულებზე თქვა. მე დაშვილულ სიყვარულზე და იმიტომ რომ იქაც გაუგებრობა არის. იმიტომ რომ ვიძახით გვიყვარს, მაგრამ საქმე სხვა რამეზე მეტყველებს. იგივე დედაშვილ სიყვარულში, იგივე სოფლურ ურთიერთობებშიც და სხვა. იმიტომ რომ აი ეს სიყვარული რა არის ვერ გებულობთ ხოლმე რა. თეორიაში ვიცით, პრაქტიკაში ვერ გებულობთ. ან არ გვინდა რომ გავიგოთ. და რა არის ეს სიყვარული? იესო ქრისტემ ეს განა არ იცოდა რომ ჩვენ უამრავ ესე ვთქვათ 200 როვნებას თუ 3 თუ 1000 როვნებას გამოვაბავდით ამ სიტყვას და უამრავი გასასამართლებელი საშუალება გვექნებოდა ესე ვთქვათ რომ გაგვემართლებინა ჩვენი ეს სიყვარულები ჭყალებში ან არ გაგვემართლებინა და გაგვემართლებინა ჩვენი უსიყვარულობა სხვა ადამიანის მიმართ განა არ იცოდა ეს რომ ესე მოხდებოდა და ამიტომაც იესო ქრისტემ აი დღევანდელ სახარებას საკითხული იქნა ეს სიყვარულის ესე ვთქვათ უმარტივესი ფორმულა მოგვცა შეიძლება ითქვას აი ეს დაბნეო 200 როვნებას რომ არ იწევდეს რა სიყვარულის თან ფორმულის შეიძლება ითქვას დასაწყისი მდგომარეობა მოგვცა ასევე უმაღლესი მდგომარეობაც უმაღლესთან დავიწყე უმაღლესი მდგომარეობა არის თუ გიყვარდეს მტერი შენი ეს უმაღლესი მდგომარეობა მაგრამ
უფალი ასეთია გვიდგება რომ თუ შენ დღეს ამ წუთას ამ წამს არ გიყვარს ტერი შენი შენ უკვე ახაფისე რა თქმა უნდა ეს არის მიზანი სწორება ეს უნდა იყოს სწრაფვა უნდა იყოს ამისკენ და სწრაფვა იქნება იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ცოცხალი არსება ცოცხალი ღმერთისკენ მიმართული ეძებს ცოცხალ რა ღმერთს თვითონ ცოცხლად მოძრაობს ამ მიმართულებისკენ ანუ პროცესში არის ანუ იბრძვის ამისკენ ანუ შეიძლება ვერც მიაღწიოს მაგრამ მოძრაობაში არის სტატიკურ მდგომარეობაში არის და ალტება და არ ჭაობდება მისი სული და გონება და ხორცი ზოგადად რა ყველაფერი რა ანუ ეს არის უმაღლესი მდგომარეობა სიყვარულის ტერი შენი კი ბატონო მაგრამ გასაგებია რომ ეხლა პირდაპირ ვერ შევეჭდებით ამ უმაღლეს მდგომარეობას და ამიტომაც მოგცა მარტივი ინსტრუქცია თავში თავიდან როგორ უნდა დაიწყო ეს ან როგორ უნდა იბრძოლო ინსტრუმენტი მოგცა ძალიან მარტივი ეს იცით თქვენ ყველამ იცით მაგრამ არ ვაკეთებთ მარტივი მდგომარეობა მოგცა ანუ ეუბნება თავის მოწაფეებს და ამით ჩვენც რა თქმა უნდა იმიტომ ჩვენც მის მოწაფეები ვართ თუ გვინდა ეს და თუ შეუდგები და გავყვერეთ ცხადია ხო რას გვეუბნება რომ ანუ მარტივი ფორმულაც თქვენთვის ძალიან ცნობილი არის რომ გაუკეთეთ ანუ თუ ისე იცხოვრეთ და ისე მოიქეცით ან და უფრო სხვანაირად ის თანამედროვე ტერმინით ვთქვათ ესე ვთქვათ რა გაუკეთე ადამიანს ანუ ის რაც შენ გინდა რომ გიკეთებდნენ ანუ რასაც შენ გინდა რომ გაეკეთო ადამიანებმა ის გააკეთე და გაუკეთე სხვა ადამიანებს თუ ადამიანს უნდა რომ კარგად ექცეოდნენ მას ასე თქმის სხვას და ასე ყველა სფეროს მოიცავს ეს დაწყებითი ინსტრუმენტი არის ანუ თუ გინდა რომ პატივს გცემდე პატივიც სხვას შენს თუ გინდა რომ უყვარდე შენს გიყვარდეს თუ გინდა რომ არ გაგძარცონ და არ დააყაჭაყონ შენს არ მოგიბრუნდეს და არ დააყაჭაყოს სხვა თუ გინდა რომ შენი ქალიშვილი უპიწო იყოს და არავინ არ შეეხოს მას არ შენს ხვის ქალიშვილს არ უნდა შეეხო თუ გინდა რომ შენი და იყოს პატიოსანი და არავისთან არ რუშობდეს არ შენ ხვის დასთან არ უნდა იმრუშო რა კანონებია რა ფიზიკის არა ელემენტარულია რა ყველამ ცნებას მოიცავს რა მარტივი არის მოხედავთ უმარტივესი არის მაგრამ აბა ასე ვიქცევით გვინდა კარგად ვიყოთ ხო გვინდა კარგად ვიყოთ ხო გვინდა რომ ბედნიერი ვიყოთ ხო გვინდა რომ ღვთის წყალობა იყოს ჩვენზე და რა მარტივი კანონებია რა ეს უმარტივესი არის და არ მოატყუოს სხვა და არ შემოვატყუებენ ეს არის დასაწყისი პოზიცია, რომელიც აი ამ საშუალებით უნდა იბრძოლოთ ჩვენ საკუთარ თავთან ვიღაცასთან კი არა რაცო. არ გაუკეთოს სხვას ის, რაც შენ არ გინდა გაიგეთო. სულ შენი თავზე ლაპარაკია, ხო? ანუ შენ ისე უნდა მოიქცე რომ სხვას ისე უნდა მოიქცე როგორც შენ გინდა რომ გიქცეოდე და როგორც შენ გინდა რომ გიქცეოდ ადამიანებს ისე უნდა ვიხემძღვანებოდე. ეხლა ეს სიყვარული არის? სიყვარული რომ აიძულო თავი შენი რომ რაღაცა სხვას ცუდი არ გაუკეთო და ძალიან გინდა რომ ცუდი გაუკეთო სხვას. რა თქმა უნდა ეს სიყვარული არ არის. მაგრამ რა დვილია რომ ცუდი გაუკეთო მას, ხო ძალიან დვილია და რა ძნელია რომ თავი შეიკავო. რა თქმა უნდა ეს სიყვარული არ არის, მაგრამ ამას თუ თქვენ სისტემატურად განახორციელებთ აი ამ რაღაც იძულებას თქვენ მიაღწევთ სიყვარულს. დიახ, თქვენი გული დასუფთავდება იმ ესე ვთქვათ არხორცი, ბილწი, ანგარებიანი, შურიანი, აპარტამენტებიანი, კეთმაღლურიანი ფიქრებისგან და თქვენი გული მერე შეძლებს უნარიანი გახდება რომ სიყვარული იტვირთოს, გესმით? სხვა შემთხვევაში კიდე გამორიცხული არის. ნებისმიერ ცუდ საქციელს და ნებისმიერ ნეგატიური ქმედება შეგიძლიათ უპრობლემოდ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე განახორციელოთ. მოიტყუოთ, ასე ამოდის თული კიდე როგორც არაფერი, მაგრამ მას შეიკავოთ თავი და სიმართლე თქო რთული არის. სიკეთეს ჭირდება ძალისხმევა, სიკეთეს ჭირდება სწორედ შრომა და ამ შრომით, ამ ძალისხმევით, ამ უფლის ღვრით საკუთარ თავზე ცხადია რა.
ჩვენ გული გახდება უნარიანი, რომ ჩვენ შევძლოთ რაღაცა გზნობები, ნამდვილად ლაპარაკი. იმიტომ თუ კი ჩვენ ასე ვიმოქმედეთ, რომ ჩვენ რაღაცა ვაიწულებ, სიყვარული არ ესე ნუ გონიათ, რომ სიყვარული არის ემოცია რაღაცა, რა ისე რაღაცა უცებ რაღაცა გული აგვიჩუხდება ხოლმე რაღაცაზე და ცემებს გადმოგვიდით ხოლმე ან რაღაცა სხვა ნების მიმართულებით რა. სიყვარული არ არის ეს რაღაცა ერთჯერადი აფეთქება და რაღაცა ფოიერვერკი რაღაცა ჩვენი გზნობების და ემოციების რა. პირიქით ეს რასაც მე ჩამოვთვალე ეს რაღაც ემოციები რაღაც გზნობები რაღაცა ეს სიყვარული არის სამშვინველის გამოხატულება დაცემული ბუნებიდანაც და მეგობრობის გზნობას თუ გნებავთ მაინდა-მაინც ამაზე ლაპარაკი რა ძახსაც შეუულია გზნობა ადამიანის მიმართ განახორციელოს რა ბოლო-ბოლო რა ეს გზნობა რა აი სამშვინველისთვის ებაა ბოლო-ბოლო რა თუ ამაზეც მივიდე ბოლო-ბოლო საქმე რა მაგრამ სიყვარული თუ ვისაც გონია რომ ემოცია და გულის შეტკივა და რაღაცა გული ვიფარცხუნებს და ეს არის დაცემული ადამიანების სამშვინველის გამოვლინება არც მეტი არ არის ხოლო ჭეშმარიტი სიყვარულის გზნობა და ჭეშმარიტი სიყვარული იზრდება მხოლოდ ერთი საზომით არ რაღაცა ცხრილების ღვრით და რაღაცა სიყვარულზე ფიცილით არამედ ერთი საზომი აქვს ამ საზომს სხვადასხვა ხარისხები აქვს რა ამატებული ხარისხი სხვა არის თქო საშუალო სხვა და პირველი საღამოების სხვა არის ეს არის ერთადერთი საზომი და აბა მოდი თქვენ მე ერთად გასწავლით ამ საზომს და თქვენი თავი გაზომეთ ამდენ ხართ აღსილული სიყვარულით ერთმანეთის მიმართ მეუღლეების მიმართ შვილების მიმართ მეგობრების მიმართ და რა ვიცი ნაცნობ უსწავლების მიმართ ეს საზომი ერთადერთია როგორც გითხრათ ეს არის რა რამდენად შესწევს ადამიანს თავგანწირვის უნარი მეორე ადამიანის მიმართ რა დამარტივია რა თავგანწირვა არ არის რაღაცა ეს რაღაცა წყალში გადავარდე მის მაგივრად ეს არ არის რაღაცა რა თუ არ ვარდება მithumet ის მაინც და მაინც არ არის ეს თავგანწირვა არის რომ აი რომ მეუღლეები წვენა საწოლში თქვა თუნდაც და ერთ-ერთს რომ მოსხურდება წყალი და მიმიტანა წყალი და ადგება ის მეუღლეს არ უნდა და ისევ ეძება რომ მეუღლეს წყურია წყალი ადგება და წყალს მოყავს მეუღლეს ესე თავგანწირვა ეს სიყვარული მაგრამ აღმატებული ხარისხი ეს არა მაგრამ პატარა მაგრამ გამოვლინებაა რომ მე არ მინდა ადგომა შენ წყური ადგე და მოიტანე ბოლო-ბოლო ხო წყალი შენა რა მაგრამ შენ ადგები იმიტომ რომ შენ არ გინდა ადგომა რა თქმა უნდა რა შენ არც წყურია მithumetes ხო მაგრამ აი სწორედ ეგ არის უნარი შენ გულს აქვს უნარი რომ შენ ასიანოვნო შენი ინტერესების დათმობის ხარჯზე მეორე ნახევარს რა ეს არის უმარტივესი რაღაცა არის არის პატარა რაღაცა მაგრამ რაც უფრო და ასე შემდეგ და ეს ოჯახებშიც ხო ფაქტიურად ამ პატარა რაღაცებზე ხო იკლავა რა თუ კი პატარა რაღაცებზე არ შეუძლია ადამიანს თავგანწირვა ხო დიდ რაღაცებს 100 წელი ვერ მიაღწევს ამგვარი ოჯახი თქვა რა ზოგადად ეს თუ ოჯახს ეხება სიყვარულზე ნებისმიერ სხვა ამბავი რა ანუ შევთანხმდით რომ სიყვარული იზომება მხოლოდ და მხოლოდ ერთი საზომით რა რაღაცა სწრაფ წარმავალი თუ სწრაფ მომავალი ემოციეთა რაღაცა გამოვლინებით რაღაცა ვიღაცების მიმართ და რაღაცა გულის აჩუყებებით არამედ თავგანწირვით და თქვენ დაფიქრდით და თქვენ გულში ჩაიხედეთ რამდენად შეგიძლიათ თქვა თქვენი ინტერესები თქვენი სიზარმაცე თუ გინდათ შესწიროთ სხვა ადამიანს თუნდაც რა მეორე მეგობარი იქნება შვილი იქნება დედა იქნება მეუღლე იქნება მეგობარი ვინც უცნობი მეზობელი რა ვიცი და თუ თქვენ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ ცხოვრებაში დაგიყენებიათ მხოლოდ თქვენი ინტერესები მხოლოდ თქვენი კეთილდღეობა მხოლოდ თქვენი კომფორტი და მარტო პირი და ბაგები ლაპარაკობენ სიყვარულზე თქვენ სიყვარული არ ცოდნიათ და ძალიან შორს ახავთ ამ სიყვარულისგან ცხადია თუ კი ჩვენ ადამიანებს შორის აი ეს ურთიერთდათმობა ურთიერთ ესეთი თავგანწირვა ვერ ვისწავლეთ ცხადია ღმერთის სიყვარულზე ძალიან უკვე ძალიან ცეთი შორი პერსპექტივა არის და ძალიან შორს და ძალიან უკიდეგანო პერსპექტივაში გადადის ღმერთთან ურთიერთობა და ღმერთთან ურთიერთობას თუ ვერ ვისწავლეთ მაშინ საერთოდ რა გვინდა ჩვენ გვასწავლის ღმერთი
ხო აი ამ თავგანწირვასაც გვასწავლის რა არ გაუკეთო სხვას ის რაც არ გინდა შენ გაიკეთო ეს თავგანწირვის სიყვარულის ფორმულაა ეს ფორმულაა სიყვარულის შეიძლება იყოს ხო და გასწავლის ასევე ღმერთთან ურთიერთობას ისმის რომელიც აგებულია ასევე აი ამ თავგანწირვის ფორმულებით ესე ვთქვათ ადამიანთან ურთიერთობასთან გადაჭიმული აგებული არის მამა უჩვენებს თქვენი ძახით მამაღლა და სახშიც და გარეთ რა ღმერთი გეუბნება ჩემთან გექნება სწორი ადეკვატური ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგეტევება ცოდვები და უფალმა გვასწავლა ხო ეს თუცა უფალმა ხო თუცა შეეკითხა მოციქულები როგორ გილოცოთქვა და აი ასე ილოცეთო ეუბნება იესო ქრისტე თავის მოწაფეებს და ჩვენს შესაბამისად რა გვეუბნება აი ასე ილოცეთო ანუ რა არის რა ფორმულა არის როგორ გინდა შენ ლოცვა ურთიერთობა უფალთან რა ლოცვა ხო ეს კავშირია უფალთან რა და აი გასწავლა ღმერთმა აი ესე ილოცეთო კი ლოცვოთ ვერბალურად მაგრამ რადევს ამ ლოცვას შინაარს ხშირად არ უყვირდებით ხოლმე და რადევს ანუ როგორი ურთიერთობა უნდა ქონდეს ღმერთთან როგორ და აი ეს აგებულია აცმე ვილაპარაკი ადამიანებს შორის ურთიერთობაზე ესე ვთქვა და რა ჩადებული აქაც ჩემთან გეკნება ღმერთი გეუბნება სწორი ურთიერთობა და სწორი ურთიერთობა კი რა არის შენ შეგეძლება რომ მე შევიყვარო ხო ეს არის მხოლოდ იმ შემთხვევაში და ეს მხოლოდ შენზე დამოკიდებული, შენს უნარზე დამოკიდებული, რა უნარზე? გულის უნარზე დამოკიდებული, რა? რომ რამდენად შეგწევს შენ ადამიანო, შენს გულს უნარი სხვა ადამიანს ასეთივე დაცემს, ასეთივე ცოდვებით აღსავს ადამიანს და შენ ახლა გამონაკლისი და ყველა ასეთი არის მაგრამ შენი უნარით შეგიძლია რა ეს გამოასწორო ესე თქვა რა რამდენად შეგწევს შენ ადამიანო უნარი მეორე ადამიანს შენ აპატიო მისი მიქარულები შენიდან მორთ თუნდაც რა აი ამ უნარით შენ მხოლოდ ამ შენ თუ შეძლებ მეორე ადამიანს სხვა ადამიანს მართლაც რომ გაწყენა მართლაც რომ დააშავა შენს მიმართ აპატიო უფალი გეუბნება მაშინ დაამყარე შენთან ურთიერთობა სწორედაც და შენც გეკნება უდიდესი საშუალება რომ მე შენ გაპატიო უკვე შენს მიერ ჩადენილი ცოდვები ვისაც გინდა იმის მიმართ გინდა ჩემს მიმართ გინდა სხვების მიმართ რა აი ამ უნარის საშუალებით ჩვენ გავმართლდებით ან არ გავმართლდებით ეს აი ამხელა ინსტრუმენტებს გვაძლევს ღმერთი ჩვენს გადასარჩენად ისმის უფლის აზრი ჩვენს გადარჩენაზე არ იცვლება და სიყვარული ჩვენს გადარჩენაზე არ იცვლება იმიტომ ის არ იცვლის ჩვენერი ცვალებადი ხასიათი არ აქვს ღმერთს მას უნდა გადარჩენა ჩვენი და მოგცა ყველა საშუალება ამასთან რომ ჩვენ გადარჩენთ ხო და შესაბამისად საშუალებაც გვაქვს მოსიყვარულე ღმერთის აღთქმას გვაქვს სასუფევლისა და ერთადერთი დამაპყრობელი მოდი სასუფეველში შესვლისა არის ჩვენი გაქვავებული, გაუხეშებული, გაყინული გული რომელსაც დაკარგული აქვს ყველა უნარი თვისება რომ იტვირთოს თავგანწირვა პატიება სხვა ადამიანისა ნიშნულობა არ აქვს რა ახლო ადამიანი არის ხოლო კიდე გეუბნებით თუ აი ეს არ დაიწყოს ჩვენი გულის გაუღობა და არ დავიწყეთ მოძრაობა ღმერთისკენ რა მაშინ ვერასდროს ვერ ვაპატიებთ ვერც მტერს ვერც მოყვარეს ვერც ვერავის ვერ ვაპატიებ ვერაფერს ისმით და მტერის პატიებაზე აღარ არის საუბარი რა უფალი ძალიან ჩამოთვლის რა თუ კი თქვენ სიყვარული გესმით ხოლმე ასე რომ თუ კი ფულს ასესხებთ ვიღაცას და ხელს გონი რომ ხელი გაუმართეთ ვიღაცას რა იმ იმედით რომ ის მერე და გიბრუნებს ამ თანხას და როგორც წესი მერე 20%-ს ემატება ხოლმე ჩვენს რეალობაში ხოლმე და გონი თანხაზე და კიდე აქეთ უმადურო ეუბნები რომ ხელი დაგიმართეთ და ხარ არ უბრალოდ თანხას რომ კიდე აქეთ ძალავ იმას თანხასა რა და თუ მხოლოდ გეყარება შენი კითხვის ყოფილ და ვისაც შენ ევასები და შენ გევასება თქვა ხო ამ სიტყვა სპეციალურად ხო ეს ასახავს რეალობას რა თუ სიყვარულზე არ ლაპარაკია საერთოდ
ინტერესთა თანხმედრა არ მეტი არაფერი. ხო, თუ ესე იქნება და ხელს გაუმართა მარტო იმას, ვინც შენი ახლობელია მარტოოდენ ესე ვთქვა რა. გეუბნება იესო ქრისტე რა, რომ მაგას აკეთებენ წარმართებიც და უჯულოებიც და ყველანი რა. და შენ ვით ახარ გამორჩეული რომ ჩემი ხარო რა. და თუ ახარ გამორჩეული ჩემი ხარა რა, მაშინ არ ყოფილიყარ ჩემი. და ბოლოს გეუბნება მაცხოვარი. იყავით მოწყალე. მოწყალე არ ნიშნავს რომ მათხოვარს ხუთეთრი ჩაუგდო. მოწყალე არის რომ აპატიებ ვიღაცას მის ცოდვას. ეგ არის რომ მოწყალე ხარ, შენი გული მოწყალებით არის, ამიტომ და აპატიე მიუტევე. ეს არის მოწყალება პირველ რიგში, უმაღლესი მოწყალება. და უფალი გეუბნება აგვირგვინებს რომ იყავით მოწყალე, როგორც მამა თქვენი მოწყალე არის. თქვენს მომართო. გია, მოწყალე არის. ჩვენ არაფერი არ გვეკუთვნის. ჩვენ არაფერს ღირსი არ აღვთ. მაგრამ სიყვარულის მოწყალებას ვადებს. ესეც მეორე ნიშანი შენ თქვენი სიყვარულის ტესტისა რა. თავგანწირვა თუ არის, შეუძლებელია კიდე ადამიანს უნარ აქვს თავგანწირვისა რა, ის რომ მოწყალე არ იყოს რა. და არ პატიობდეს სხვა ადამიანს. ახლა ეს თქვენ გულში ჩაიხედეთ და თქვენ თუ გაზომეთ თქვენი გულის სიმხურვალე თუ პირიქით სიცივე რამდენ ტემპერატურაზე არის. ღმერთმა გაგილყოთ გულები, ღმერთმა სიყვარული აღავსოს თქვენი გულები, თქვენი ცხოვრება და თავგანწირვით სავსე იყოს თქვენი ცხოვრება ყველას მიმართ. ამით ცხონდებით კიდეც. ღმერთმა გაცხონოთ ამინ.